რეზო, არ მოგიწევს გული აქეთკე, როგორ გიჩერდება გული და ზიხარი მსკავს. მოდი აქ, მოდი ჩახტი გაცურე. აი ხა ძალიან მომიხდებოდა. კი. დასვენება, კარგი იქნება. დასვენება. ხო, კარგად სურა. კარგად სურა, პროფესიონალი მოცურავე ხარ, ბატონო რეზო. პროფესიონალი ბავშვობაში ვიყავი ცურვაზე და წყალზე. ვიც ეგ დამთავრდა, მე ეს შემოგჭა. აი ხა ძალიან კარგად სურავ, კი. ჩვენ ნანახი გვაქვს თქვენი ცურვა. ბატონ ლევან, თქვენი ცურვა არ მაქვს ნანახი და ხო იცით ცურვა? მე პროფესიონალი ფოთელი ვცურავ და ბავშვობაში რიონს ნამდვილად კარგად ვცურავდი. ყოჩახ შენ, ყოჩახ, ძალიან კარგია. ეხლა, ნახე, ორივე კარგი მოცურავეები ხართ, მშვენიერი. მობძანდით აუსთან, მობძანდით კარგია აქ, კარგი ჰაერია. ჩავხტეთ? თუ შეგიძლია რატომაც არა, იმიტომ რომ წყალი ჩავასხი თუ. თბილია? ხო, კი. წყალი ასხია. 27 გრადუსი. ხო, კაი წყალია. ძალიან კარგი. არა, ცოტა ცხელია. არა, კარგია, 27 ცხელი. ოპტიმალურია. იცურავ, ძალიან დაგსხება 27. კაი, ახლა ნახე მე შენ გესაუბრები, ლევან, ვსაუბრობთ მე და თქვენ ახლა ესე და სულ ვაიცით, გადასწრებთ რა პრობლემაა, მაგრამ მაინც ახლა მე უცებ. გესაუბრები და უცებ, კარი, რეზოს ხელი და გადავაგდე აუზში. და მე დავიხჭე. მიუხედავად იმის, რომ კარგად სურავ. შეგეშინდება თუ არა? რა თქმა უნდა, შიშის გზნობა გაუჩნდება აუცილებლად. ანუ არ მესიამოვნება, შიშით არა, რო არ მოგატყო, არ შემეშინდა. არ შეგეშინდება. და უცებ, აი თან რომ ჩაყვიდა და ეს წყალი აქ შეგივა, მოულოდნელი სულა, სხეულისთვის მოულოდნელი აქტი, ხო? არა ხარ მზად. არა ხარ მზად, მაგრამ ჰაერში მე ვემზადები სულ ესეთ რაღაცებს მე მეზიზღება. საშიშია ყველაფერს რო დავი. ეხლა მე კიდე უფრო გაგირთულებ. აბა გისმენ. ბავშვს რო კრავ ხელს, მით უფრო როცა არაფრით არ შეიძლება. ბავშვს აქ პირველი შეხება დაუშვათ, ხო? წყალთან, აუსთან, ჯერ არ იცის, რაღაცა გადიდებული თვალებით უყურებს. აქ რაღაცნაირი დისკომფორტი შეგრძნება, როგორია, რა არის, ამდენი წყალია, ხო და აი უცებ ესე ხელს კრავ და აკდებ წყალში. ხო უდიდესი სტრესია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, სტრესის გარდა შეიძლება ფობიაც ჩამოუყალიბდეს. აბსოლუტურად, რომელმაც განსაზღვროს მისი მომავალი ცხოვრებაც. არა მარტო წყალთან ურთიერთობისა, ხო? არა და ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს არის ცურვის სწავლების ერთ-ერთი უწყინარი მეთოდი. ხომეც გამიგია, რომ ბავშვსაც უფრო დროულად წყალში ჩააგდებთო, თავისით ისწავლის ცურვას. მე 12 წლის ვიყავი ცურავის სწავლე. იმდენი ხანი ვეპარებოდი ამ წყალს. აი რა აზრის ხართ ამ მეთოდით დასწავლაზე ცურვისა? როგორც პროფესიონალი მცურავები და როგორც ექიმები, გითხარით? ორივე შემთხვევაში კაბინეტში წავიდეთ, ახლა აუზი გვეყო. როდესაც ბავშვი იყავი, სწორედ შეიძლება ასე გასწავლეს ცურვა. ან გაგიგიათ, რომ თუ ბავშვი ეშინია წყალში ჩასვლის ან გაწურვის, ის შეიძლება წყალში ჩააგდო, უნდა, არ უნდა ისწავლის როგორ გაცუროს. ცურვის სწავლების ეს გზა განსაკუთრებით პოპულარული 80-90-იან წლებში იყო და არა მხოლოდ საქართველოში. და მართლა რამდენად რეალურია, რომ ბავშვმა გადალახოს აი ამ წყლის შიტში, აი ამ რაღაცნაირი მეთოდით. მინდა გითხრათ, რომ ამ მეთოდის გამოყენება ბავშვისთვის, იმისთვის, რომ მან ისწავლოს ცურვა მიუღებელია. რა თქმა უნდა, ვინც ასე ასწავლის ბავშვებს ცურვას, ეს მშობელი იქნება, უფროსი იქნება, ძმა და მეგობარი თუ ნათესავი, კეთილი მიზანი ამოძრავთ, თუმცა არ იციან რას აკეთებენ და რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა. ხო, ნუ მართლა ძალიან ტრაუმული გამოცდილება, ნებისმიერ შემთხვევაში ხა ბავშვს, რომელსაც ისედაც აქვს წყლის შიში. როგორც წესი, თავიდანვე თავის ჩაყოფა საერთოდ არ უნდებოდ ხოლმე, ხო? აი რაღაცა პირველ ნაბიჯ ეჩვევიან ამ წყალს და ეს ძალიან ნორმალურია და შიშიც ნორმალურია ბავშვს რომ მქონდეს წყლის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს ისეთი ტრაუმული გამოცდილება, რომელმაც შეიძლება მერე ამოატივტივოს სხვადასხვა შედეგები, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე არ ვიცი, კიდევ ბევრი სხვა რაღაც გართულებაც ხო შეიძლება გამოიწვიოს. ნამდვილად შეიძლება იქ არსებობენ ადამიანები, ვინც სწორედ ამ მეთოდით ისწავლა ცურვა. მაგრამ მინდა გითხრა, რომ ბევრი ზრდასრული და ბავშვის შემთხვევაში ამ მეთოდის სწავლებამ შეიძლება ბევრი ეფექტი გამოიღოს. ხო და ნახე ნაბიჯ-ნაბიჯ ესე რაღაცნაირად ისწავლის ბავშვი მაინც ცურვას, რა ვიცი, რა საჭიროა ესეთი შოკური ეფექტი. თიკა ამ მეთოდით ცურვის სწავლა ბავშვისთვის ძალიან საშიშიც არის და დამთრგუნველი, იმიტომ რომ ამ დროს პანიკაში ჩავარდნილმა ბავშვმა ვერც მოიფიქროს აუზის ბოლომდე ან პირამდე მიცურვა და მისვლა. თან არ იცის როგორ მოიფიქრებს. და ამ დროს ვინმე თუ არ დაეხმარა, ძალიან ფატალურადაც კი შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. დროულად თუ არ მოხდა ბავშვის ამოყვანა წყლიდან, ხო? თან თუ აუზი ღრმა არის და ფეხებს ვერ დგავს ბავშვი.
მეც შემეშინდება, მე ხო შემიძლია რომ ვიცურო, მაგრამ ისეთი უსიამოვნოა ჩემთვის და ისეთი ნეგატიური განცდების მომტანია, რომ მით უფრო როცა არ იცი ცურვა მოკლედ ძალიან თანამოგზნობ და მეწოდებიან ბავშვები, ვისაც ესეთი ხერხებით აიძულებენ, რომ ისწავლონ ცურვა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ნურ ჩააგდებთ წყალში ბავშვებს, იმისთვის რომ ცურვა ასწავლოთ, ნურც იმას ეტყვით, რომ თიკამ შიშარა და გაუბედავია. რა თქმა პირიქით, ამამ შეიძლება უკუ ეფექტი გამოიღოს. შეეცადეთ, რომ ნაბიჯ მშვიდად გართობის სახით ჩაიყვანოთ აუში და ამ პირობებში ასწავლოთ მათ ცურვა. ნამდვილად ასე, ამით უფრო მოდის უკვე თბილი სეზონები, რაღაცა მალე ცურვის ეტაპიც მოვა, ალბათ სეზონიდან გამომდინარე და ალბათ როგორც ბავშვი დგავს პირველ ნაბიჯებს და რაღაცა მშობლები პირიქით ეშველებიან და სირბილეებს უზრუნველყოფენ სხვადასხვა გზებით. ეს არის სათითაოდ გავლილი ნაბიჯი, მე ცოტა პატარა დისტანციით ოდნავ გარბენა და ბოლოს უკვე სირბილი და ხით-ხითი ასევე ამაუსა მშვენიერი კიბეები და ასე კიბე შეიძლება ნელ-ნელა მიეჩვიოს ბავშვი აბსოლუტურად ბედნიერი ლაღი, იმიტომ რომ ცურვა არის მართლაც ბედნიერების მომნიჭებელი, სტრესისგან მათავისუფლებელი და ეს პირიქით თუ გახდა სტრესორი, ეს ნამდვილად არ უნდა გაწყობდეთ არც თქვენ. ასე რომ ჩვენ მაინც ვიზრუნეთ თქვენს ასეთ გამოცდილებაზე, იქნებ გადაგაფიქრებინოთ კიდევაც თუ კი გეკმავდით მსგავსად და დაგემშვიდობებით დღეს ამ რჩევებით, მადლობას გიხდით ძვირფასო ექიმებო მოწოდებული ინფორმაციისთვის და გელოდებით ხვალ ნახვამდის.